მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვარ შალვა რამიშვილი, ნათია მიქიაშვილი ჩვენს გვერდთან, ჩვენ ვაკეთებთ გადაცემას სუბიექტური აზრი. საღამოშვიდობისა და მე მინდა სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ახალი ამბით დავიწყო ჩვენი პოლიციის ვებსაიტზე დევს. პოლის ჯიზე დევს ასეთი ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი ფულის უკანონო გათათრებასთან დაკავშირებით სავარაუდოდ, რომ მათ ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული, თუმცა როგორც ჩვენთვის და შალვასთვის გახდა ცნობილი და ასევე კიდევ რამდენიმე ჟურნალისტისთვის ეს ადამიანები არიან ქართული ჯგუფის წარმომადგენლები. ეს ადამიანები შეიძლება მათ ამ ადამიანებს ჰქონდეთ კავშირი, თუმცა თავად ქართული ჯგუფი გააკეთებს ამაზე ცელ კომენტარს. კი, ფორუმზეც დაიდო შალვა ეს ინფორმაცია და დაიდო, რომ ქართული ჯგუფის მანქანა დააყაჩაღეს, როგორც ჩანს ვიღაც თვითმხილველმა დაწერა ეს და იფიქრა, რომ თქობა ბევრი ადამიანი შავებში ჩაცმული და ნიღბებით შეიძლება ყოფილიყვნენ ყაჩაღები. თუმცა ძალიან საინტერესოა ის შალვა, არ ვიცი, ზუსტად ისე მიდის ყველაფერი, როგორც თქვა პირველად აღნიშნე, რომ მიშა აუცილებლად გაიმეორებდა ყველა იმ შეცდომას, რომელიც მას თავის დროზე აქვს დაშვებული, მე მგონია რომ ეს შეცდომაა და ახალაიების ინტელექტუალური მონაცემებით არ მგონია. მე გეტყვით, რომ ბიზნა ივანიშვილი მოახერხებს და შეძლებს მართლაც ჩვენ საბუჩად ავიდეთ, რომ რუსეთის სახე დავანახეთ სოფლიოს, თქვა თითქოს რუსეთის სახე არ იცოდეს სოფლიო, მაგრამ კიდევ ერთხელ უცხოელებისთვის და ქართველებისთვის ამდენად ყველაზე ნათლად ბიზნა ივანიშვილი დაანახებს სააკაშვილის სახეს, იმიტომ რომ ნამდვილ სახეს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2007 წელს გვაჩვენა, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი. ახლა მაინტერესებს ძალიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოზიცია, მაგალითად ამ ფაქტებთან დაკავშირებით. იგივე მოქალაქეობასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ჩვენი პროდიუსერი ცდილობს საფრანგეთის ელჩის პოზიცია არ გაინტერესებს? საფრანგეთის ელჩის პოზიციაც მაინტერესებს, მაგრამ ეს ადამიანი ბოლო-ბოლო დაგთანხმდა და ერთხელ მაინც ყავდა ეთერში და ძალიან მაინტერესებს ჯონბასის პოზიცია ამ ფაქტებთან დაკავშირებით. აუცილებლად ესე იქნება, ლიცენზიას ბანკს გაუჩერებენ ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი მოგონებები ანალოგიურ პროცესთან დაკავშირებით. არც ლიცენზიის გაჩერება, არც სხვა რბილი ძალის გამოყენება ვერ უშველის სააკაშვილს და მან შეიძლება გადადგას საბედისწერო ნაბიჯი ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით. არ ეყოფა. კი, საკანონმდებლო ბაზა არ მსგავსი რა. საკანონმდებლო ბაზა ალბათ არ ეყოფა. ქართულში შეჭრა ან ბიზნა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების, რომლებიც აწარმოებენ ნაღდი ფულის გადატანას, მათი დაკავება. კი, დაკავება იქნება ალბათ, მაგრამ მე მგონია, რომ ქართულში შეჭრას სპეციალისტების რაზმის გამოყენება რო ნებისმიერ შემთხვევაში დაჭირდება მიშას, ეს ფაქტია. მაგრამ ამ შემთხვევაში ქართულთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, ჩემი სუბიექტური აზრი, რომ ეს ადამიანები შემოიფარგლებიან თქვა პროკურატურის მიმართვით ეროვნული ბანკისადმი, რომელიც გასცემს განკარგულებას, რომ დროებით თქვა ძიების დასრულების ბოლომდე შეჩერებული იყოს ლიცენზია, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა საბანკო ტრანზაქცია აკრძალული იქნება. მიშა იტყვის, რომ ამ ფულით რუსეთიდან მოსული ფული ხმარდება საქართველოში არეულობის მოწყობილ. ძალიან მენიშნა ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება. კი, ჩიორა ამბობს, რომ 90 დღიანი ვადა აქვს ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქე საქართველოში ყოფნისთვის, თუმცა არ გამორიცხავს აქვე ჩიორა, რომ სულ ცოტა ხანში 90 დღეში თუ ბიზნა ივანიშვილი ვიზას არ მიიღებს, მისი დეპორტაცია განხორციელდეს. ხო, ეს კიდევ ერთი სისულელე იქნება. ზოგადად ხელისუფლება არის ძალიან სერიოზულ პანიკაში, იმიტომ რომ მიშა იგზნო დასასრულის მოახლოვება. გიგას არცალია და იმიტომ შალვა გიგა ეროვნული უშუალოების საბჭოს მდივნის ეგიდით დებს ხელშეკრულებებს ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან, თქო დასავლეთში აქვს ძალიან არეული სიტუაცია და ახლა იქალაგებენ. დღეს გავრცელდა ზუსტად ეს ახალი ამბავი, ანუ $300,000 ღირებულების ხელშეკრულება დაიდო. საუბარია ზუსტად იმაზე, რომ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთში ვითარების დასარეგულირებლად, როგორც ჩანს კავშირების დასამყარებლად, მორიგი. ხო, მაგრამ ეს არის ივანიშვილისთვის ერთი დღის ფული რა, 300,000, 400,000, 500,000, 1 მილიონი, 2 მილიონი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ანუ აი ის მობილური, თქვა და ყველაზე მოქნილი რაც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ წამში იღებდნენ გადაწყვეტილებს, თქვა მეტნაკლებად ორგანიზებულები იყვნენ და ყოველ შემთხვევაში აქამდე ფაქტია და აჩვენა გამოცდილება მეს, რომ ისინი სწორი სტრატეგიით მოქმედებდნენ, თუნდაც 2009 წელს მაშინ როდესაც იგნორირება გაუკეთეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და აქციებს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლა ეს ყველაფერი მოშლილია შალვა. მიხდი და რაღაცა მე მგონია რომ სერიოზული ქაოსია. კი. და არის ძალიან სერიოზული დაძაბულობა. ამაზე მეტყველებს კიდე ერთი ფაქტიც, კიდევ ერთხელ შეგაწყვეტინებ, დღეს ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს ასეთი ტიპის ინფორმაციას, რომ ფაქტობრივად ჟურნალისტები უკვე ვეღარ პოულობენ უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში. ანუ როგორც წესი, განცხადებები როდესაც კეთდებოდა ქვეყანაში რაღაცა, მოვლენა რო ხდება,
მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ყავს რამდენიმე სპიკერი, როცა რამდენიმე ხო 5-6 ჩიორა მათ შორის ნუ ჩიორა მათ შორის როგორც წესი არ არის ხოლმე თუ ძალიან არ უჭირთ და დღეს უკვე ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს განცხადებას რომ თითქმის შეუძლებელია უკვე ნაციონალური მოძრაობის წევრების მოძებნა პარლამენტში თუ ისინი ფაქტობრივად კომენტარებს აღარ აკეთებენ ივანიშვილის თემაზე და როგორც ჩანს აქვე მიხვდნენ თქვა იგივე ნაციონალური არხები იმედი საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი მსხვერპლობაში რომ თქვა არ შეიძლება ამ ადამიანზე ამდენი განცხადების გაკეთება რადგან უკვე რეგიონებში ხდება საინტერესო ხდება კითხვის ნიშნებს სვამენ რეგიონებში ადამიანები ვინ არის ამისთან ლაპარაკობენ არა ყველა მიცის არა გარდა ამისა პრორუსულ განწყობაში დადანაშაულობა ივანიშვილისთვის ივანიშვილის არ არის მომგებიანი იმიტომ რომ პროვინციებში რაიონებში გლეხობა ხშირად შევხედრი ვარ მე გლეხებს მომხრენი არიან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. წელს მქონდა ყველაზე ხანგრძლივი შვებულება, ორთვიანი შვებულება მქონდა. ვაიმე. ტელეფონის გამორთო კიდევ დაგავსტა შალვა რა ისეთ შენი მხრიდან. და ორთვიანი შვებულების განმავლობაში ანუ ვეცადე ვიარე სოფელ, ოღონდ უკისადმე ვინმე ნათესავი მიყავდა, თითქმის ყველა მოვინახულე და მიხვდი ერთს რომ ძალიანაც უნდათ ამ შენი გეოგრაფიული კანონზომიერების აღდგენა რეგიონში. არა, მას ბაზარი უნდათ. ახსოვთ როგორ კარგად გაქონდათ. კი, სწორედ ეს მაქვს ხედველობაში. როგორ კარგად მე ერთს ვიტყვი, ცალსახად მართლაც შეგრძნებაა და რა თქმა უნდა სააკაშვილი ვერ მოიხმარს ეფექტურად მის ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალურ თუ რბილი ძალის ინსტრუმენტებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ სამწუხაროდ მე არ მინდა ყვავის პოზიციაში გამოვიდე და ვიჩხავლო ხო მაგრამ მაქვს ის განცდა რომ ძალიან მალე არ მივა რა თქმა უნდა წინასაარჩევნო შეჯიბრებამდეც კი არ მივა საქმე ძალიან მალე მიშა გადადგას უგუნურ ნაბიჯს და აი აქ უკვე თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტი იქნება თუ რა უნდა გავაკეთოთ. კი, მაგრამ თავარია ის რომ არ მოხდეს ის რაც მოხდა ადრე. თქვა იგივე ხუხაშვილის განცხადება მენიშნა ძალიან, როდესაც თქვა რომ ბიზნა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის გზებში აქციები არ შედის. ანუ თავარია რომ თქვა მიშამ არ მოახერხოს ის რაც ბადრის მოუხერხა ფაქტობრივად, ანუ მდგომარეობიდან არ უნდა გამოვიდეს ამ შემთხვევაში ივანიშვილი. თუ დაიჭირეს მერთმან უკნას მდგომარეობიდან გამოსვლა. ალბათ დეპორტაციით შემოიფარგლებიან მაქსიმუმ. დეპორტაცია როგორ გონია, როგორ უნდა გახორციელდეს? არ ვიცი, მოტივაცია იქნება პოლიციელი? არა, 90 დღეში უნდა მიიღოს ნებისმიერ შემთხვევაში ვიზა, ხო, რომელსაც ნებისმიერ ევროკავშირის მოქალაქე როდესაც ჩამოდის აეროპორტში აძლევენ. მაგრამ უყურე, თუ ამ 90 დღის განმავლობაში მოხერხდა მისი ქართული ჯგუფი მყავს ხედველობაში ლიცენზიის შეჩერება, იმ მოტივაციით რომ მიმდინარეობს ამ ფულის გათეთრება, ან არის ეს არის კი, უცხო ქვეყნისგან წამოსული ფული, რომელიც შეიძლება საქართველოში დესტაბილიზაციას მოხმარდეს. კი, და ნუ ხელისუფლების შესაძლო გადატრიალებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრი ტერმინი აქვს. ხო, ეს საფუძველი თუ ეკნათ საკანონმდებლო. ანუ ამ შემთხვევაში ამ მოტივით თავისუფლად შეუძლიათ ბიზნეს ივანიშვილს უთხრა რომ ჩვენ შენ ვიზას არ გაძლევთ. ანუ ეს არის ის რაც მე წარმოვიდგინე რომ შედავანო შეფუთავდა. დეპორტაცია მოახდინა. კი, და დეპორტაცია მოახდინა. აი აქ ცოტა მე აქ ამიტომ ამბობ, მოდი ესე ვთქვათ რა, ეს თუ მოხდა, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თითოეულმა ჩვენთაგანმა საქართველოს მოქალაქემ მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის მომხრეა. მოდი ყველა ჩავაბაროთ პასპორტები. პასპორტი კი არ უნდა ჩავაბაროთ. არ ვიცი. ეგ შეიძლება საინტერესო მეთოდია. მაგრამ ძალიან მკვეთრად არაორაზროვნად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და რაღაცა უნდა გავაკეთოთ. და ქუჩაში გამოსვლა არ არის ანტიკონსტიტუციური და ქუჩაში გამოსვლა რაღაცის მოთხოვნით არ არის გადატრიალების მოწყობა და დესტაბილიზაციის მცდელობა. კი, შალო, მაგრამ ისე მელაპარაკები რომ რატომაც გონია რომ შენ ამათ ძალიან ცუდად იცნობ. ანუ მე გეუბნები, მე ხაზავ ყველა იმ სურათს ანუ ვაკეთებ ნახას ჩემთვის როგორც შეიძლება განვითარდეს მოვლენები. პრინციპში მაშინ ძალიან ესენი ყველაფრის გამყარებას იგივე დასავლეთისთვის და იგივე იმ ლობისტური კომპანიებისთვის რომელსაც ძალიან დიდ ფულს უხდიან, ყველაფრის გამყარებას ცდილობენ კანონმდებლობით. ხვდები? კი, უბრალოდ ამერიკის ელჩის პოზიცია მართლაც საინტერესოა. ძალიან საინტერესოა და პირდაპირ ეთერიდან მივმართავ ამერიკის საელჩოს და მის პრესსამსახურს, რომ თუ იქნება სურვილი და ეს სურვილი შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ჩვენ მზად ვართ, ძალიან საინტერესო იქნება ყველა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ჯონ ბასის აზრის მოსმენა. ბასმა გამოთქვა თავის დროზე 26 მაისის წინ და შემდეგაც მოსაზრება საქართველოს შიდა თავის მართლება მოუწია მე მგონი. ამას მნიშვნელობა აქვს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე. კი. ამბავზე რომელიც აქ ხდებოდა და რომელიც არ არის ამერიკის საქმე, მან გამოთქვა, დააფიქსირა თავისი პოზიცია. არ მგონია ახლა მოერიდას ამ ხო და არ მგონია რომ ეხლა მისი დუმილი ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ მართლაც საინტერესო რამ ხდება ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც აცხადებს რომ არის დემოკრატია და არის ამერიკის მოკავშირე. ხო. და ნუ ჯონ ბასმა ხო უნდა თქვას რომ მისი მოკავშირე რატო აძევებს
ან რატო უქმნის პრობლემებს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მიდის პოლიტიკაში. და აქ საინტერესოა რა იცი, ანუ წარმოიდგინე ხა მე ზუსტად ვიცი რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩვენ ამ საუბარს შეაფასებენ როგორც ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერის შინაარს, ანუ მიცემენ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ აქ საინტერესოა ქართულად არ ვიცი, დუხპრატივარიჩია. ანუ რომელსაც წინააღმდეგობის სულისკვეთება, რომელიც ჩნდება უბრალოდ უსამართლობისგან. ანუ ადამიანს რომელსაც ეპრობიან უსამართლოდ. არ შეიძლება ეს. არა, ნუ ეგ პირველი არ არის. კიდე ერთხელ ვამბობ, მიშა რომ ეხლა ცოტა აზრზე მოვიდეს, უბრალოდ კარგი იქნება, იმიტომ რომ ასეთ მართლა უგუნურ ნაბიჯებს, როგორც არის ასეთი სისულელების კეთება, ფულის წართმევა ხალხისთვის დაყაჭაღება და ციხეში გაშვება, ხო? ბანკერს რომელსაც ლოგო აქვს თუ. ხო, ციხეში გაშვება და არა და ბერას მეგობარი რო დავჯერიათ კიდე. ხო, DJ რომელიც ცნობილი DJ-ია სხვა შორის. ესეთი რაღაცების გაკეთება მაისურების დარიგება. ხო, ეს არის უბრალოდ აჩქარებს იმ ბოლოს, რომელიც გარდაუვალია მე ჩემი აზრით. კი, იცი რა, ანუ რა თქმა უნდა, ბოლო გარდაუვალია. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება შესაძლებელია და ის შეიცვლება აუცილებლად, იმიტომ არა რომ ეს მარტო მე მინდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან ბევრი ადამიანს უნდა და ამ ხელისუფლებამ ყველაფერი კარგია თუ ვიტყვით რომ მადლობა პატრულს, ანუ კარგია თუ მიშა ისეწავა რომ ვთქვათ, ფორმალურად მაინც ზოგიერთმა მადლობა იმისთვის რაც გააკეთე, კარგად იქნება. მე ვერ გადავხდე მადლობას, იმიტომ რომ მე ამ ყველაფერს მიმსახურებს და ჩემი ფულით არის ნაკეთები. ჩვენ სტუმრად გვყავს ძალიან ცნობილი ადამიანი. ნიკუშა შენგელაია. ძალიან საინტერესოა ეს ადამიანი არ გამოჩენილა დიდი ხანია ეთერში, მე ყოველ შემთხვევაში არ მინახავს. საინტერესოა მისი აზრი და ის თუ რას აპირებს ინტელიგენციის დანარჩენი ნაწილი და მე არ მინდა სტუმარზე ისე გადავიდეთ, რომ წუხარება არ გამოვთქვათ, ძალიან დიდი ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების გამო. მე უსამძიმრებ მის ოჯახს და მთლიანად თეატრალურ სამყაროზე ჩვენს ქვეყანას, რომ ასეთი ძალიან ნიჭიერი, უნიჭიერესი მსახიობი დავკარგეთ. წომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ. დაგველოდეთ სულ რამდენიმე წუთში მაესტროზე ნიკუშა შენგელაიას სუბიექტური აზრი. და გადაცემა სუბიექტური აზრი პირდაპირ ეთერში ბრუნდება ჩვენ სულ რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ბიზნა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია და დადგინდა რომ დაკავებულია ქართულ ჯგუფის საინკასაციო მანქანა ბანკის საინკასაციო მანქანა მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ეს არის ავტომობილი რომელთაც ყოველ საღამოს ბანკის ფილიალებიდან ცენტრალურ ანუ head office-ში მიაქვს ის თანხა რომელიც ბანკში არის შესული ეს ძალიან არა ეს სიგიჟია იმიტომ რომ დააკავეს მანქანა და ხალხი რომელსაც გადაქონდა ეს ფული ინკასატორები რომელსაც ფორმა აწვიათ იარაღით არიან და ნუ აი ხო მათ ხომ არიციან რა ფული გადააქვთ და სადმე აქვთ და რატო ხო უბრალოდ სადმე აქვთ იციან მაგრამ რაღაცა სიგიჟია მიხარია რომ ჩემი პროგნოზები უკვე არათუ დღეების და კვირეების განმავლობაში არამედ უკვე წუთობრივად ხდება და იმიტომ რომ ფინალიც დაახლოებით ნიკუშა ნავარაუდები ამ ყველაფერს. არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება და ალბათ მე მგონი რომ უკვე სადღაც უკვე ტრაგედია ფარსში გადადის რა სიტყვაში. იცი რა, მე ერთი წუთი დღეს არ შემიძლია უბრალოდ დავთქვა ერთი სიტყვა. უდიდეს არტისტზე რამაზ ხიკვაძეზე მიუსამძიმრო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას, მთელ ხალხს, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს რამაზმა დაგტოვა სუყველანი, მაგრამ ეს თავისი შემოქმედებით დარჩება ყოველთვის ხალხთან და მე მინდა მიუსამძიმრო მის ოჯახს აქედან თქვენთან ერთად შემოგიერთეთ ამ სამძიმროში. და ჩემ შეკითხვაზე იცი რა, ჩვენ ამ ხელისუფლებისგან ბევრ რამეს ვართ მიჩვეული უკვე ამ 8 წლის მანძილზე, ხო? ადეკვატურ საქციელებს მე არ ვიცი სადამდე მივა ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ზიან და ინტერესებს სახში ეს სადამდე შეიძლება მივიდეს ხო ერთი მხრივ ხელისუფლების ქმედება მეორე მხრივ ხალხის მოთმინება და ასე შემდეგ ერთმანეთთან კავშირში ნახოთ მოვლენებს ნუ გავასწრებთ ესეთი უცნაური ქვეყანაა რომ იმედი გვაქვს თმენის ზღვარი შეიძლება მოულოდნელად გადაილახოს ხო? მოულოდნელად რაღაც ერთ შეხედვით უნიშნავია. იცი რა შალვა, აი ახლა ხშირად ისმის კითხვა თქვენ ეთერიდანაც ხოლმე რომ რამდენი დადებითი მოვლენაა ბატონ ბიზნა ივანიშვილის გამოჩენა ხო პოლიტიკაში. უდიდეს მოვლენა უდიდეს მე გეტყვით თქვენ თუ აი 2 წუთი მაცლით რა. ეს არ არის მხოლოდ პიროვნებაზე რა. ჩვენ უკვე გადავდიოდით სტადიაში, სადაც ყველაზე დიდი სტაგნაცია და დაღუპვა არის, როცა
ლეგიტიმურობა თავდება ხელისუფლებას და ეს ხელისუფლება კიდე აცხადებს პრეტენზიას არსებობაზე, ხო? ანუ ამ 8 წელიწადში რა იყო? ერთპარტიულობა, ერთი კაცის მმართველობა. ყველგან ერთმანეთს. ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას თუ რაღაც არ აქვს მნიშვნელობა წლებში ეს 20 წელი გაგრძელდა, 10 წელი გაგრძელდა თუ რამდენი გაგრძელდა 70 თუ 60. ეს არის დაღუპვა ქვეყნის. შემდეგ ის ქვეყნები იქიდან ძალიან მძიმედ ამოდიან ყოველთვის. ხო და ეს პრობლემა სერიოზულად უდგას ხელისუფლებას, იმიტომ რომ მათი დასავლური კურსი იმ მენტალიტეტს დასავლურს არ ემთხვევა ამ შემთხვევაში. სულ რო იყო ჯორჯ ვაშინგტონი თუ უინსტონ ჩერჩილი, როცა თქვენი ვადა ამოიწურება, უნდა წახვიდე. მთელი ხალხი რო ფეხზე დადგეს და თხოვოსო დარჩიო, ერთეული ადამიანი ვერ დარჩება. ეს არის კანონი. რატო უთმენ საზოგადოება? იმაში არის მორალი, რომ ჯობნი არ დაილევა. არ შეიძლება მე გამოვაცხადო, რომ მე ვარ თქვენზე ყველაზე კარგი და ჩემზე უკეთესი ვერ მოვა. და სულ უნდა რაც სულ უნდა ვიყო. ეს სერიოზული პრობლემაა. და ბატონმა ბიძინამ სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციამ რომელიც ამ ხანში იმოქმედა შეერთდა და ეკა საღამომშვიდობისა, მადლობა იმისთვის, რომ მოიცალეთ და პირდაპირ ეთერში ჩაგვერთეთ. გისმენთ, თუ შეიძლება დეტალურად უფრო რა მოხდა, როდის დააკავეს ეს ადამიანები და ვინ არიან დაკავებულები? დღეს 17 საათზე საქართველოს ბანკიდან, სათაოფისიდან გამოდიოდა ბანკი ქართლის კუთვნილი საინკასაციო მანქანა, რომელსაც გადმოქონდა ბანკი ქართლის კუთვნილი თანხა დიდიოდენობით. ბანკის სათაოფისიდან, ანუ საქართველოს ბანკის სათაოფისიდან გამოსულ ავტომანქანას თავისუფლების მოედანზე დახვდა პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. პირდაპირ ქუჩაში თავს დაესხნენ ავტომანქანას, დაკავებულია 6 ადამიანი, 4 ქალბატონია ბანკის მოლარე, 2 საინკასაციო მანქანის გამცილებელი, ანუ სულ 6 ადამიანი არის პოლიციის სამართალში გადაყვანილი. დაკავება მოხდა ძალის გამოყენებით, ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე. ჩვენ ამ ფაქტს მივეცით, როგორც პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური ანგარიშწორების უკან ძალადობრივი ქმედების შეფასება და მიმართეთ საერთაშორისო უფლებადამცველ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ორგანიზაციებს. ეს არის ხელისუფლების ღია აგრესია, რასაც ის უკვე რამდენიმე დღეა ახორციელებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირება, იმიტომ რომ ეს უკვე მესამე ფაქტია ბოლო 2 დღის განმავლობაში. მოლარეები დააკავეს რა ბრალდებით? მოლარეები. 4 ქალბატონია, ჩვენ არ ვიცით ბრალდების არის. ეხა იურიდიული ჯგუფი მუშაობს, ადვოკატები არიან პოლიციის სამმართველოში, ისინი ცდილობენ შევიდნენ დაკავებულებთან. ჩვენ ვიცით ერთადერთი ვერსია აბსურდული, რომელსაც ეხლა ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ თითქოს ფულის გათეთების ბრალდები. მოლარე არის დაკავებული ფულის გათეთრებისთვის. და ინკასატორი. სისულელე, ეს იყო ლეგალური ოპერაცია, როდესაც სათაოფისიდან გამოსულ ავტომანქანას აკავებს პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი. ეს იყო კრიმინალური ოპერაცია პოლიციის მხრიდან ხელისუფლების დავალებით. დიდი ბოდეში გაწყოდნოთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ თქვენ, როცა ჩვენთან ეთერში იყავით, მაშინ გკითხეთ, რომ შეიძლება თუ არა მსგავსი ქმედებები გახდეს იმის საფუძველი, რომ ზოგადად ქართულს შეუჩერონ საბანკო ლიცენზია, თუნდაც ძიების დასრულების ბოლომდე ყოველ შემთხვევაში ასე იყვნენ ისე. არ არსებობს ნათი ამის სამართლებრივი საფუძველი. ანუ ეს იქნება პოლიტიკური ზეწოლა? არ არსებობს. თუ პოლიტიკური ანგარიშწორების აქტია, მაშინ დავარქვათ ამას სახელი. სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერი ხორციელდება ჩვენი მხრიდან კანონის სრული დაცვით. ამიტომ თუ იწყება პოლიტიკური ანგარიშწორება, მაშინ ამას ეს სახელი უნდა დავარქვათ, იმიტომ რომ ლიცენზიის შეჩერების საფუძველი ლეგალურად ღიად გამჭვირვალე და კანონიერად კეთდება ყველაფერი ბატონი ბიძინას მხრიდან. და ბოლო შეკითხვა ვისარგებლებთ იმით, რომ თქვენ ხართ ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ეკა, დღეს ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არ არის გამორიცხული 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ბიზინა ივანიშვილი ქვეყნიდან გააძევონ. რამდენად რეალურია მსგავსი სამართლებრივი ბაზის არსებობა უბრალოდ? მე როგორც ვიცით, თაქთაქიშვილი უნდა იყოს იურისტი, მან ჩაიხედოს კანონში, ორგანულ კანონში, წერია რომ 360 დღე ვიზის გარეშე ხელშეუხებელია და მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეზე ლაპარაკობთ, მაგრამ იმ სტატუსითაც, რომლითაც ეხლა ლაპარაკობს ხელისუფლება, 360 დღე მას აქვს აბსოლუტურად ლეგალურად ყოფნის უფლება და მით უფრო ყველა იმ უფლებით არის აღჭურვილი, რომელიც აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს. გასაგებია. გასაგებია, ეკა, ძალიან დიდი მადლობა. ნუ და გვავიწყდება, რომ ჩვენ ლაპარაკობთ ასევე სან-მარინოს საპატიო კონსულზე, ადამიანზე, რომელსაც აქვს ეს განსაკუთრებული სტატუსი და იმუნიტეტი. იმუნიტეტი ნიშნავს ხელშეუხებლობას და
დიპლომატის მიმართ ეს განსაკუთრებული რეჟიმია და ხელისუფლებას მე ურჩევ ცოტა სიბრძნეს და სიმწიფეს მოუხმოს და საკუთარი მოქმედებები ჩაატიოს სამართლის ფარგლებში. დიდი მადლობა ეკა იმისთვის რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია მე მგონი მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება უკვე და უცნაურად რომ არა აქ მარტივად მოხდა ალბათ რაღაც თანხა შეუკვეთეს საქართველოს ბანკში არა ბანკი და ბანკში თანხის გადატანა ძალიან ნორმალური პროცესია საქართველოს ბანკმა რა თქმა უნდა შეატყობინა კომპეტენტურ ორგანოებს ვიცით საქართველოს ბანკი რაც ნიკა გილაურის ძმა არის ხო ისე ხო რა თქმა უნდა საბუთალო ყურადღების საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის ძმა კი ბატონო ხო და ნუ რა თქმა უნდა იქ შეტყობინება გაიგზავნა რომ ქართულ ბანკმა შეუკვეთა ოფიციალურად რაღაც თანხის გადმოტანა თავის ოფისში ან შეიძლება რაღაც თანხა თქვა იქ ჩაირიცხა გამტარი ბანკი არ იყოს სხვა უბრალოდ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ბანკიდან მიეწოდა გაქეშება მოხდა და ბატონო საქართველოს ბანკიდან ბუნებრივია მიეწოდა ნიკუშა ასეთი არაერთი ფაქტი უპატიებია საზოგადოებას ხელისუფლებისთვის რატომ ითმენს საზოგადოება შენ როგორ ფიქრობ უკვე ძალიან ბევრი წელია აუ ძალიან აღმაწახვალ ეს ფესვებში ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ისტორიული და რაღაცა ნუ ესე შეიქმნა აქა რომ მაგრამ მე მაინც იმედით ვარ იცი ძალიან მნიშვნელოვანი მე გავაგრძელებ იყო რომ ბიძინა ივანიშვილით რეალური ალტერნატივა გახდა ხელისუფლების გაჩნდა უცებ ხო იმიტომ რომ ხალხს აღარ ქონდა ეს იმედი მე საუბრობდი იმ ნაწილი ოპოზიციის საერთოდ საუბრობ რომელიც მიეყიდა და საკუთარი პარტიული კარიერისა თუ სკამების გამო გაცვალა ბრძოლა ხო აქაც ხალხმა ვერ გაიგო შეერთებიან და იშლებიან რა ინტერესების გამო ვერაფერი ანუ იყო ძალიან ღრმა ნიჰილიზმი ანუ ეს იმიტომ რომ ერევა ხალხს ზალადობრივად ერევიან ხალხს ხალხმა ჩვენი პრობლემა ერთიანობის სუ იყო თქვენ თუ გაიხსენებთ ქართულ წერილებს სულხან საბას გურამიშ რატო წერდა ეს ხალხი ამაზე საქართველოს პრობლემა ყოველთვის იყო ერთიანობა რაღაცის გამო ლოგიკური რაღაცის გამო ვთქვათ ქართველებმა გათითო კაცებული იყო ამის მიზეზი არსებობს დროებითობის გენეზისი ხშირად დაპყრობადი ქვეყანა დიდი ხანი სახელმწიფო არ ქონდა და ყველა ადამიანი ცდილობდა თავის გადარჩენას ინდივიდუალები იყვნენ ხო არა გადარჩენის ხო ინდივიდუალები შენ ახე ჩვენი მემკვიდრეობის დიდი ნაწილი რა არის ხვრელები ციხესიმაგრეები დამალვა შენ ეს ისტორია ამის ხალხის ბრალი კი არ არის ეს მოიტანა ამან შემდეგ ეს გადავიდა ხელისუფლებებში გადავიდა იმაში გესმის აი ერთიანობის ისტორია ჩვენ ძალიან პატარა ნაწილი გვაქვს ისიც მე მგონი ძალით შეძლო დავითმა და შემდეგ გაგრძელდა რაღაცა პერიოდი. ამიტომ ეს ერს ქმნის ისტორია და ფორმაციები გავლილი, ხასიათი. ეს შორს აგვიყვანს ეს ლაპარაკი, მაგრამ ეხლა რა კი ეს პერიოდია რა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი პიროვნება გამოჩნდა. მე პირადად ბიზნესში არ ვიცნობ, მაგრამ მე მისი საქმეებიდან, კაცი ხდება საქმეებით რა. მე მისი ოჯახისგან, მისი შვილები რომ ნახე, ხო? ეს არის პირო მე რატო გვავიწყდება ყველას საქართველოში ძალიან ადვილია კაცი ამ ხელა რესურსების პატრონი რატო დარჩა ქვეყანაში მარტო იმაზე არ ვძახი რომ კულტურას დაეხმარა და ფეხზე დააყენა შიმშილით გადაარჩინა კულტურის მუშაკები ძალიან ბევრი შემოქმედი ხალხი თავის რეგიონს როგორ ეპყრობა ეს არ მეტყოლებს მის დადებითვისებაზე მე მინდა რომ კაცი არ წავიდა საჩხერიდან ჭორვილიდან როცა შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოფილიყო კარგად ოჯახი და ყველა ეს ხო ბუნება ადამიანის ხო მე მინდა არის თვისებები რაღაც რომელიც გასათვალისწინებელია შეკითხვა ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი რომც არ დახმარებოდა ბევრმა კულტურის მუშაკმა თუ მეცნიერმა იცის ის რისი გამკეთებელია რა გააკეთა რა თქმა უნდა რატომ დუმან ახლა რატომ არიან ჩუმად რატომ არ იღებენ ხმას რატომ არ აფიქსირებენ ერთიანად თქვა დაუძახეთ ტელევიზიებში ყველა თავის ძალიან ბევრი ადამიანი არ მოდის ეხა ჯერ უცბად მოხდა არ მოდის უარი გითხრა ძალიან ბევრი ადამიანი არ ნუ ესენი არიან ალბათ იგივე ის მსახიობები რომლებიც ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის ფულმა გადაარჩინა ეს ხელობა ქონდა თქვენ და უარი გითხრეს კი ძალიან ნუ ეხა ყველა ადამიანმა თავად ბიძინა ეუბნება ივანიშვილი რომ ჯერ ადრეა ნაკლებად სავარაუდო არა მას ჩვენ ათასნაირი ადამიანების არ ხალხს როგორც წესი ფარავდა ხოლმე თქვა საკუთარ სახელს რომ ეს მისი სახელით კეთდება მე ეს არ მისმის რა ადამიანი თავის თავთან პასუხისგებელი ეს არ გეშო ჩაიხედავს რამე უნდა გაცეს თავის თავს პასუხი როგორ მადლიერების ზნობა დაკარგეს ო ელემენტარული მადლობის ზნობა დაკარგეს თუ რა ვერ გავიგე ესე იგი უნამუსობას აქვს ადგილი ან შიშს რა მე გეტყვი თქვენ რომ აი აქ ეტაპური არჩევნებია ხა ისტორიული რა თუ მივედით რა თქმა უნდა ეს ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული ნუ ეხლა დღეს რაც მოხდა როცა მოლარე ქალბატონები დაიჭირეს ეს ეტაპური არჩევნებია
არც მიხეილ სააკაშვილზე დამოკიდებული, არც ბიზნეს ივანიშვილს. ისევ ქართულ ხალხზე იქნება დამოკიდებული. თუ შეგნებით რაღაც ნაწილმა, აი უნდა გახდეს მოდური, უნდა გახდეს სირცხვილი, ვინც არჩევნებზე არ წავა. იმიტომ რომ ერთხელ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ყველა, რომ რამდენი ხანი ეს უღელი შიშის, მსახურების, ნიჰილიზმის, რამდენი ხანი უნდა ატარო, რას მოუწევს. კი, მაგრამ ხელისუფლებამ თუ ეს ქმედებები გაგრძელა, ნიკუშა, თქვენ ფიქრობთ მაინც რომ საქმე მივა არჩევნებამდე? ასე თუ მიიღწა ხელისუფლება. მე მაგას ვერ გეტყვი, სადამდე მივა. ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე. ყველაფერი ხელისუფლებას რა უფრო ეხოს არჩევნები თუ დაძაბული არის თვითონ ხელისუფლებას. ჩვენ ქვეყანაში მე რასაც უყურებ. არა, მან შეიძლება ჩათვალოს. მიშამ შეიძლება ჩათვალოს, რომ რადგან ამდენი წელი გაზდიოდა, ეხლაც ძალოვან მეთოდებს თუ გამოიყენებს, გაუვა და გადადგა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჯერს ერთი არჩევნების წელი მოდის და ლუპის ქვეშ არიან. იმ დასავლურის მხარეს, რა თქმა უნდა. ერთი. მეორეს ერთი გეოვნების სერიოზული ლეგიტიმური პრობლემა აქვს. დასავლეთთან. აჰა. სერიოზული. დასავლეთ ეს უბრალოდ ამას არ უყურებს. რომ შენ გინდა და დარჩე. ნახოთ, აი ჩვენ შევხედავთ ახლა დიდ ქვეყნებთან კომპრომისზე მიდის, ვისთანაც არ შეუძლია არ წავა კომპრომისზე. ჩვენ პრინციპში ჩვენ შევხედავთ ახლა ძალიან მალე რაღაც განცხადებები მოქალაქეობის წარქმევასთან, დღევანდელ ამაზრზენ ფაქტთან, ამერიკის მეგობრების დაკავებაზე, მაისურის დერას მეგობრების დააკავეს. კი, მაისურის DJ დააკავეს. ეს უკვე რაღაცა ქართულ ჯგუფის თამაზაშვილი რო დააკავეს, რომელსაც იარაღი. საფრანგეთის, ინგლისის, ბრიტანეთის, ამერიკის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა რაღაც განცხადება უნდა გააკეთოს. ფაქტია რომ ხო, რა თქმა უნდა. თუ არ გააკეთეს უახლოეს დღეებში, ეს ჩემი აზრით ნიშნავს დათანხმებას. არა, ეს მიშასთვის უარესი იქნება თუ განცხადება არ გააკეთეს. იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ დააკვირდებიან რას იზავს მიშა და მიშა არ მგონია რამე კარგი იქნას. არა, განცხადება უნდა გააკეთეს ნებისმიერ შემთხვევაში. თუ ამერიკის ელჩი 26 მაისის წინ და 26 მაისის შემდეგ დავამთავრე. 26 მაისის წინ და 26 მაისის შემდეგ აკეთებს განცხადებას, ხო? აძლევს თავს საკუთარ თავს უფლებას, რომ საქართველოს შიდა საქმეში ჩაერიოს და გააკეთოს შეფასებითი განცხადებაც გააკეთოს. ბუნებრივია ამ პროცესებზე დიპლომატიური ეტიკეტის ფაქტორის მოქმედებს და მაშინ არ მოქმედებდა ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებას ნუ ელოდები, იმიტომ რომ აქ თუ გაკეთდება ძალიან ზომიერი განცხადება. თუნდაც ზომიერი რო გაკეთდეს. როცა ფაქტი მოხდება, ხო, ეხლა ჩვენ ნუ მოვთხოვთ ხოლმე მათ ისეთ რამეს, რაც მათ არ ეხებათ, ხო? ეს არის გამოძიების პრეროგატივა. მათ შეუძლიათ გააკეთონ განცხადება გამოძიების შემდეგ, თუ რამდენად თუ სამართლოდ იყო, ხო? დაესხენ თავს, თუ წაართვეს, დაისურვებ, თუ დაიჭირეს, ეს არის გამოძიების საკითხი, ხო, სწორია? პირდაპირ კი იციან რომ პოლიტიკური ნიშნით არის, კი იციან, მაგრამ ნუ არის ფორმალობა, ხო? როცა ბანკის მაგრამ ამ ფორმალობას ხშირად კმაყოფილდებიან ხომ ნიკუშა, ანუ ეს ელჩები თქვა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო კმაყოფილდებიან ამ ფორმალობას, როდესაც პროკურატურიდან მივიღოთ წერილი, რომ აი ეს ამ ადამიანს ედო იარაღი. ოღონდ იქ არ წერია რომ მაისური იყო. რა უნდა ქნა? გეუბნებიან რომ თქვენ სახში თქვენ მოაგვარეთ საქმეები. ვერაგვარ არა, აქ სხვა რაღაცა არის, ერთი წუთით არა. აქ ერთი პრობლემაა. მაშინ არ უნდა იყოს ორმაგი სტანდარტი. მაშინ როცა ხელისუფლებას სურს, ხელისუფლების ხარდამჭერი განცხადებები, რომ აქ დემოკრატიის ოაზისია და ყველას აქვს ხელისუფლებას აქვს უფლება რომ პარადი ჩაატაროს, აღლუმი ჩაატაროს. ეგეც არ უნდა გააკეთო, ესე არ შეიძლება. ეს ტესტი იქნება თქვა იგივე ივანიშვილთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, არის ორმაგი სტანდარტები, შალვა. სამწუხაროდ ვიძახი პოლიტიკაში ყველგან არის ორმაგი სტანდარტი, მით უმეტეს საგარეო პოლიტიკაში დასავლეთის მხრიდან არის ეს ორმაგი სტანდარტი. და ამან ყველაფერმა რატო არ აქვს სახში? იმიტომ რომ იმ ხალხმა დაიმსახურა. მაგრამ ამან იცი რა გააკეთა? მე ხარ რეგიონებში დავდივარ ძალიან ხშირად. ამ ყველაფერმა გააჩინა პრორუსული განწყობები ხალხში, რომელიც იყო, მაგრამ გაიზარდა. ამ ყველაფერმა. თუ რუსეთს უყურებენ როგორც ბაზარს. არა მარტო ხალხი რას ფიქრობს, იცი? თუ მიშა არის ავტორიტარი დიქტატორი, მაგრამ ამერიკელები მას და ევროპელები მას ეძახიან დემოკრატს, მაშინ არ არის ეს დემოკრატია. მაშინ რუსეთიც ხომ ანტიდემოკრატიულია, მაგრამ ბაზარი აქვს. ამას მარტივად ამაშია საქმე, რომ ამ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს შეურღია საფუძველი. წმენას ხალხში. ანუ რატო? თუ გადაწყვით ეს ძალიან ბევრი გააკეთეს სახელმწიფო ინსტიტუტების შენებლობისთვის, ხო? ინფრასტრუქტურის შენებლობისთვის. ამერიკელებმა ძალიან არაფერი არ გააკეთეს ფუნდამენტალური ღირებულებების შენებლობისთვის. დემოკრატიული ინსტიტუტების, რომ კაცმა აქ თავისუფლად იგრძნოს თავი. საიდან იწყება კაცის კაი მუშაობა, ბედნიერება? რაზე შედგა ამერიკა? რომ ჯეფერსონმა ჩაწერა იქ მამებმა ჩაწერა, რომ ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. გასმის? და ის რომ შენ დემოკრატიაზე ელაპარაკო და ხალხი ჩაგროვდა, ყველას ეშინოდეს და სიარული და ლაპარაკი და მე არ ვიცი სადამდე გაძლევენ ქართველები, ვერ გაძლევენ ამ ყოფაში.
აი გავიდა ხა 8 წელი, მithom ბევრია ჩვენთვის, ვერ ვითმენთ ხოლმე ლაპარაკობთ ღირს, მაგრამ აი გამოჩნდა რეალური ალტერნატივა. მე არ ვიცი ელექტორატი როგორ იფიქრებს. ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილი. იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილს უღელიადებს ამ ელექტორატის, ხო? ჩვენ ხო ვიცით არა? რომ არა აქვს არჩევანის საშუალება, ხო? არაფერს. უფლება აქვს წართმეული. ხო, უფლებებზე აღარ ვსაუბრობთ რა, ესეთ მდგომარეობა აქვს ადამიანის. ეს ადამიანები ხვდებიან ნიკუშა როგორ ფიქრობთ რომ უფლება წართმეული რა აქვთ? როგორ არ ხვდებიან? არა, ყველა ადამიანი ძილის წინ დაფიქსდება. როგორ არ ხვდება? ნათე, უბრალოდ ეშინიათ სულ ყველას. არის ძალიან ჩვეულებრივი. რატო მე, რატო შალოს, რატო არ ეშინიათ იმ ადამიანებს? როგორ არ გვეშინია? შიში უნდა გადალახოს. იმიტომ რომ მე იწყება საშინელება, შენი თავის არატანა და ვარ ცხოვრება აღარ მოგინდება. შენ რაღაც ცუდი წამოგწერ ისე გეშინია. მე მეშინია რა თქმა უნდა, ბუნებრივია, შენ რა არ გეშინია რაღაცეების. მე მეშინია ხა. იცი რა უნდა მოხდეს? შიში არის ჭუის ბაჩვენებელი. კი. მაგრამ მე კიდე არის რაღაცა ზნეობები, ღირსებები, რომელიც ამ მორალები, რომელსაც უნდა გადალახო ეს შიში. რაღაცის გამო, რაღაც პირობებში. რაღაცის გამო. მე გარკვეულად ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები სამთავრობო არხებიდან ასევე განიცდიან სიდისის ქეჯნას. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. მაგრამ რა სიგიჟეებს აჩვენებენ, ორი დღე იცნის მთელი თბილისი. ხო, ნუ სისულელე. არა, უკვე მარასში გადავიდა. აი რაღაცა კი არა, რომ ვიღაცას დაფიქრდეს. აი ხარ იწყება პირდაპირ. ხო, ანუ ივანიშვილის პირდაპირ FSB-ს აგენტად კი არა და არ ვიცი რა დაცხადა. მარაზბე იყო. შპიონად, ხო? კარიკატურა. უხეში რაღაც ასაცილო. უნიჭოთ. კარიკატურა იყო. ანუ იმედი და რუსთავი ორი რეალ TV-ს უჯოქრავს უკვე აი ამ. არა, ნუ რა. რეალ TV-ს თავის გაჭირვებია. დონაძის არ. ხო, კარგი, აი ეს ისტერია, რომელიც მის გარშემო ატეხილი. მაინც მასზე მოქმედებს ივანიშვილს მის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა. ცალსახად, იმიტომ რომ ჯერ-ერთი რეგიონებში ძალიან შეეჩვენ ივანიშვილის სახელს. პროდუცულობაზე კი გითხარით უკვე რომ მოსწონთ კიდევაც რომ შალო ერთ დღეში გამოცოცხლდა ხალხი 13 დავდივარ ქუჩებში და ყველგან ერთ დღეში მე უყურებ გამოცოცხლდა ხალხი ხო იმ წუთში მიიღეს სარგებელი მერიიდან კი აი ეს ვერ გავაგებინეთ შემდგომს ვეუბნები რომ ერთ პიროვნულობა და ერთ პარტიულობა და ყოველს უნდა ალტერნატივა იყოს კონკურენცია იყოს და შენი ხეირებ ხალხი იმიტომ რომ შენ გამო კონკურენციის გამო შენი გულის მონადირებას მხოლოდ განცხადება გააკეთა ეს ხო ესეა არ შეიძლება ჩამყაყდება ერთი კაცი რო იყოს შეიძლება ყველა არა სხვა შეიძლება ქართულ ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმის შემდეგ თვითონ შიგნით ბანკში და მის სხვა სტრუქტურებშიც უჩნდება პრობლემები ივანიშვილს ძალიან დიდი პრობლემა თანამშრომლებს უკვე სერიოზული შიშია ხო მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში ამას იმის რა ქვია ბანკის კლიენტურის პრობლემებს და ბანკთან დობის საკითხებს და რეები გაუჩნდებათ მე ეს ამაზე არ ფიქრობენ რომელიც ასოციაცია ნებისმიერი ბანკის ხალხი დაეწყებს ფიხს საერთოდ ბანკში ფული კონდეთ ეხა თუ არა ნიკუშა ძალიან აქ აბსოლუტურად მართალია იმიტომ რომ საბანკო სისტემა არის ზოგადად ჯაჭვისებურად ერთმანეთს აწყობილი და როგორც კი და როგორც ერთი ძალოვნები რო ერევიან საბანკო სისტემაში მე არ ვიცი ესეთი დამთავრდება. ნახოთ როგორ გაგზავნდება. თუნდაც ის რომ მართლაც. ანუ ამას შეიძლება ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვიოს რეალურად და ზოგადად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ღირს თუ არა დამოკიდებული ქართულ ბანკზე დაუთულიათ ერთი მე არ ვიცი. სხვა შორის ფონდიც ქართულ ბანკშია. კი. და ფონდში არის ყველა წარჩინებული და ცნობილი ადამიანი. რამდენი ათასი არიან? კი. პრობლემა არის აშკარად. დიდი პრობლემაა. ხელისუფლებისთვისაც. ხელისუფლებისთვისაც, იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ მომობა ეს ძალიან უგუნური. ძალიან ბევრი ადამიანის გაღიზიანებას გამოიწვევს. ხო, ბანკის ინკასაციის მანქანის გადაცემა და 6 პირის დაკავება, ხო, 4 მოლარის და 2 ინკასატორის დაკავება, ეს არის სიგიჟე, მე ესე ვიტყოდი. ეს არის ფულის გათეთრებაში მოლარის დადანაშაულება არის როგორი დონის აი მეისტრის პოვნა, იცი, აი ძალიან ქაჯობაა. ნაბირსაც ვერ დავარქვან, ხვდები, ანუ ივანიშვილმა მიმართებაში ჯერ ხელისუფლება მიცოცავს და აი ცოცვიდან ერთ-ერთი ყველაზე უხეში ნაწილი. მოლარეს აბრალებს და ინკასატორს, ძღოლს ფულის გათეთრება. ბანკის ინკასაციის. არა, ეხლა წარმოიდგინე ის ზეწოლა, რომელსაც ამ ადამიანებზე განახორციელება, რომ დაწერონ ჩვენებები. ჩვენებების მისაცემ. რო თქვა ვიღაცა კონკრეტული. ძღოლიო დაწეს, მე ფულს ვათეთრებიო, გაეცინება ყველას. ძღოლი არა. ძღოლი იტყვის რომ დამავალეს. დამავალა, ამარ და რა? რა დაავალოს? ძღოლს დაავალეს, აიღე აქ ამ ფული. მიიტანე იქ. ადან ბე პუნქტში. არა, შეიძლება დაავალონ რომ უნდა წამერო ფული და მიმეტანა ივანიშვილს. დააწერს. და მას დაეთვალა დააწერინება ახლა. ნუ ეხლა გასაგებია რომ ამ რესურსების დევნას დაიწყებენ ეხლა ხო? მე მგონია ეს ყველაფერი შეიძლებოდა გათვლილი ყოფილიყო. რა ვიცი, იზახია რომ ქართველი ხალხი არ იყიდებაო ფულზე და ფულს ატო დაზდევენ.
ხო, და მithumetes 5 ლარიან ვაუჩერს არ იყიდება ქართული ხალხი ფულზე და რატო დაზდა? ზუსტად არც რომ სხვა წარმოდგენა აქვს ქართულ ხალხზე, ნეგატიური ამაში დარწმუნებული. იცი რა, კარგად იციან, გადახდა თვითონ და ყიდვაც და გაყიდვაც და ყველაფერი. ხმების და რობიკოს ფაქტს გეგონა თქვა რომ საზოგადოების ნაწილი ისე გადაალახავდა თქვა როგორც ეს მოხდა. როგორ გადალახე? როგორ ნაწილი შეეგუა, ნაწილმა თქვა არ დააფიქსირა საერთოდ პროტესტი. ნაწილი საერთოდ რა ვიცი. არ შეიმჩნია. ვიცი 1000 ხალხი ამ საზოგადოებაში ყველა ღირსეულმა ადამიანმა თავისი სიტყვა თქვა. მე არ ვიცი როგორ გაგზავნა, იმიტომ რომ მე ვიყავი მის პრემიერაზე და როგორ ღირსეულად თეატრმა წარადგინა, როგორ ნახევარი საათი ბისი იყო ხალხმა რა პატივისცემა სიყვარული ეს ხო? კონიუნქტურაზე მიიღო სიყვარული ხალხისგან. მე რა მაინტერესებს, ეხლა კამპანია დაიწყება ალბათ რუსეთის აგენტად გამოცხადებისა. ხელოვნების სფეროს არა ბიზნეს ხელოვნების დაწერა Facebook-ზე ხელოვნების სფეროს და საზოგადოების ცნობილი პირები რომელი პირები იტყვიან ამას მათ დაჭირდებათ ეს ხარდაჭერა რომ კომუნისტური მეთოდებით იბრძვიან და აი ჩვენთან არიან შრომითი ინტელიგენციის წარმომადგენლები 37 წელიწადში გაიარეს იპოვიან კაცს ისეთ ხალხს ოღონდ აი მაინტერესებს ვინ იტყვის რომ ამ კაცზე რომელსაც ბევრი რამე აქვს გაკეთებული ვინ იტყვის რომ აი ეს კაცი არის აი ესეთი და ესეთი რუსეთის აგენტი ვინ გამოჩნდება ვინ გამოჩნდება ეს არის ძალიან საინტერესო მე როგორ ხო მაგრამ თავისთავად პირველი ვინ იქნება რომელიც გამოვა და იტყვის გარდა დეპუტატის მსახიობისა ხო ან ვიღაცისა ყავს ეგეთი ან ბაშიაჩუკისა ბაშიაჩუკის ხო არ ვიცი ბუბაკიკაბიძე გამოვა და ბიძინა ივანიშვილზე იტყვის რომ მე რა რომ ვაიმე დედა ხო ყავთ შვილები ნუ შეერცხვენ და გვარს ადამიანი მარტო მატერიალურად არ ცხოვრობს არ ამგონია ხო რა ბუტკალეკტიკას ყავთ ყველას და საქართველოს და ყველა არ იტყვის არ ამგონია ნუ ეხლა ეს როგორი შეიძლება თქვას მაშინ ხელები ბიზნესილები დათქვა მაშინ რომ რამდენი წლის არის ბატონი ბუბა რო არ უღირს ალბათ ეხლა ესეთი რაღაც რატო ბუბა რატო იტყვის რატო მე ხო რატო იტყვის ხო მე არ ამგონია მართლა ვიცნობ და არ იტყვის ეხლა ეგეთ რაღაც შანსი არ არის შალვა ამას მნიშვნელობა არ აქვს შეიძლება იპოვო შეიძლება არ იპოვო ვიღაცა მაგას თქვას ეხლა მთავარია რომ ხალხმა დაენახა ალტერნატივა გამოცოცა თქვენ არ გახსოვთ პერიოდი როცა მე ტელევიზიაზე ხშირად მირეკავდნენ ყველა ქუჩაში მეკითხა რომ ვიღაცა გამოშდეს, ოღონდ ოპოზიციის არ ჯეროდა. და იმას სხვა გამოშდეს და წავყვებით. ხო. მე მირეკავდნენ ეთერში, უხსნიდი რომ მე პასუხისმგებლობა ყველაფერი რაღაც არ აიღებს საკუთარ. ხო, არა, მაგაზე არ არის, მე სვანაირად უყურებ ყველაფერს, მაგრამ ეხა ხალხისთვის ერთ ალტერნატივა გამოშდა, გესმის? თან ადამიანი, რომელსაც უამრავი სიკეთეა გაკეთებული, ანუ მას პიარი და ეს აღარ ჭირდება ისეთი. ყველა მიწის კეთილი ადამიანის იმჭი ყოველ შემთხვევაში აქ რესურსი არის წესერი ოჯახის პატრონი და მე ვფიქრობ ერგო ბევრ რამეში თავის საქმეებიდან გამომდინარე რა ხო ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამიტომ ვიძახი ყველაფერი იქნება ხალხზე თუ ასე განვითარდა როგორც ეხლა ხდება ასეთი ტემპი და ასეთი პროგრესიით ერთკვირაში მაგრამ რა სეტყვიან თავის დასავლურ მეგობრებს რა სეტყვიან თქვენ ნახევარი ხო მაგრამ ვერ გაუძლებს მიშა ამ ძეწვას ეხლა მე დარწმუნებული ვარ ვიცნობ მიშას არის ძალიან სერიოზულ პანიკაში ნერვიულობს ეხლა ძალიან ივანიშვილის თითოეული განცხადება თითოეული ვიზიტი ვიღაცების ივანიშვილთან მაგრამ ნუ გავიწყდება შალვა მის გარშემო რა ადამიანები არიან ახალაიები თქვა და არიან ვიღაცები ანუ მათი ინტელექტუალური რესურსი არ იძლევა იმის საშუალებას რომ რამე ახალი მოიფიქრა გიგა ბოკერი არ ეთქვის რომ ესეთ რაღაცას არც ალია ის ლობისტებთან დარბის რაღა დროს ლობისტებია დარბის და რა გავაკეთო ფაქტი გითხარია 300,000-იანი ხელშეკრულება დადო აგერ სულ რამდენი ისე გასაგებია მაგრამ ამ ლობისტებს ძალიან გაუჭირდებათ ლეგიტიმურობის საკითხის დაცვა თავის არაკანონიური ამათი ქმედების დაცვა ამერიკელ ლობისტებს ძალიან გაუჭირდება და მე მომეწონა ძალიან ერთი ფაქტი ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში არის ჩვეულებრივი ნიუსმეიკერი ანუ ამაში ხელისუფლებამ უკვე წააგო როგორც წესი ნიუს ქვეყანაში ქმნიდა ხელისუფლება შეკითხვა მინდა დაგისვა რუსთავი 2 და იმედი მხოლოდ ლანძღავს სხვა რაღაცას არ ინიშნებს ხო მაინც ნიუსმეიკერია მაინც ნიუსმეიკერია იცი რა ზოგისთვის ლანძღვა შეთქმისა და ზოგადად პიარია ვინქება ჩვენ ვამთავრებთ ამით გადაცემას თვითონაც ტელემაყურებლები თქვენ არ გადართოთ დარჩით მაესტროზე მე და შალვა ხვალამდე გემშვიდობებით მადლობა გუშინ სტუდიაში სტუმრობისთვის ნახვამდის